ჩვენ მოგმართა მოქალაქე ლევან სოსელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე ხორციელდებოდა შანტაჟი და ზეწოლა. Am შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებდა კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტის თანამშრომელი ვინმე რეზო მარგველაშვილი, რომელიც ფაქტიურად ამეტებდა თავისუფლებამოსილებას, ასევე იყენებდა ბოროტად თავისუფლებამოსილებას და ასევე ჩადიოდა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულს მუქარას. ბატონმა ლევან სოსელიამ შეძლო მისი პირადი საუბრისად ჩანაწერის გაკეთება ამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთან, რისი უფლებაც მას რა თქმა უნდა კანონით მონიჭებული ჰქონდა და მე მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს პირადად ბატონ ვანო მერაბიშვილს ლევან სოსელიაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. შეიძლება ბრძანება იყო გაცემის დაჭერის და მე მოვედი რომ გადაგარჩინო ანუ თუ თანამშრომლები ჩვენთან პირადი მუხარებით რომ შენ თუ არის თანამშრომლები ჩვენთან დაგიჭერთ კონკრეტულად 4 ადამიანზე იყო რომ მომათა უნდა დაამყარო ძალიან ახლო ურთიერთობა დაჩის ჯაბაზე, ქალბატონ ანაკა კაბაძეზე და სუზარ სუბარზე შენ დაჭერილი იქნები ან წამლით ჩაგიდეთ ან იარაღს. თორე იყავი და აკეთე ეგ საქმე. სვეტში გეუბნები ბოზუში იყავი აკეთე ეგ საქმე, просто შენზე ხელის დამყარებელი არავინ არ იქნება. მე თუ შენგან უარს მივიღე, ბოზუშვილი იყო, მე მეორე შენთან აღარ მოვიდები. ანუ ხო ხტები რა, ჩვეულებრივად მიდი და просто შენ შეხედავ რა, რომ ინდივიდუალებს ახალი სახე მოვიდა. კი, ახალი სახე, ხო, მასკები. დავენ ბოშკო რა ხალხი არიან, ვინ ხა ჯაბა დაჩი, აი სოზარა, ჩეჩილაძია თვითონ. იქ ეს ერთიანად რო შეიკრა, ხა კიდე გაზაფხულის რო აპირებენ ეგენ ისევ იგივე ერთიანად შეიკრებიან. ისევ შეიკრებიან ერთიანად და მაგიტო ვიზახი რა. ძალიან რეალური სცენარია ასე მოქმედებს სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს არის თვითონ აი უბედურება ამ ქვეყნის სწორედ რომ ესეთ დონეზე ხდება ხალხის დაშანტაჟება, მაგრამ ახლა ისიც ტყუილად შვრებიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ კი არ არის შესაძლებელი ესეთი ხალხის მონახვა, იმიტომ რომ აი რა უნდა გაიგონ სიტყვაზე, ხო? რაც ვიცით ხმამაღლა ვამბობთ და რასაც ხმამაღლა ვამბობთ, მე მგონი საკმარისია. ახლა შეიძლება ის რაც ხვალ უნდა უთხრათ, დღეს გაიგონ, ახლა დანარჩენი რა უნდა წაეღოთ. მათი მიზანია ერთის მხრივ რაღაცა რას ფიქრობენ, რა შეიძლება იყოს ჩვენნაირ ორგანიზაციაში დამალული და დაფარული, არ ვიცი, რას ეძებენ და მეორეს მხრივ ეს არის დაშინების ფორმა. ბუნებრივია ეს მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წევრებზე არ არის გათვლილი, ეს გათვლილია მთლიანად საზოგადოებაზე, რომ ისინი უნდა იყვნენ დაშინებულები.